არტემისის მისიების ფარგლებში ადამიანი მთვარეს უბრუნდება. ამის საპირისპიროდ კვლავ აქტუალურია კონსპირაციული თეორიები, რომელიც მიხედვითაც მთვარეზე ჯერ არ ყოფილვართ. ანუ ყველაფერი ეს დადგმულია. კონსპირაციული თეორიების მიმდევრებს ზოგჯერ ავიწყდებით, რომ აპოლოს მისიებში მხოლოდ ნილ არმსტრონგი არ მონაწილეობდა. რეალურად მის უკან უამრავი ადამიანი იყო. მთვარეს დაშვება 6-ჯერ მოხდა. მთლიანობაში ამ ყველაფერში კი 400,000 ადამიანი იყო ჩართული. ამას დამატებული ვიდეო მასალა. საუბარია კადრებზე, სადაც რაკეტის გაშვება და კაფსულის ორბიტაზე შესვლა დაშვება ჩანს. დაშვების კადრების გამართულობაზე ასობით ადამიანი იყო პასუხისმგებელი. ცნობილი სურათების დამუშავებასა და შეგროვებაზე კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი მუშაობდა. კიდევ ერთი არგუმენტი მთვარის ნიმუშებია. აპოლოს მისიებამ მთვარიდან მთლიანობაში 380 კილოგრამი ჩამოიტანა. ბევრ ავტორიტეტულ გეოლოგს, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა და ლაბორატორია გააჩნია, შეუძლია მოითხოვოს ნიმუში და ისინი ამას აკეთებენ კიდევაც. კვლევები აჩვენებს, რომ მთვარიდან ჩამოტანილი ქანები წარმოქმნილია უჰაერო და მეტწილად უწყლო გარემოში. განსხვავებით დედამიწის პირობებისგან. მასალას ეტყობა, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში ზის ქარის უშუალო ზემოქმედების ქვეშ იყო. ასეთი აქტივობა კი პლანეტის ატმოსფეროს გამო დედამიწაზე შეუძლებელია. და ბოლოს კიდევ ერთი და ალბათ მთავარი არგუმენტი. მთვარის მისიას ძალიან დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დავიწყოთ ეროვნული სიამაყე და შესაბამისი კონკურენცია. ეს ცივი ომის პერიოდია. კომუნისტები მისიას დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ. მეტიც მათ შესაბამისი ტექნოლოგია და შესაძლებლობა ჰქონდათ გაერჩიათ დადგმული იყო თუ არა მთვარის მისია. კომუნისტების რადიოტელესკოპები გაფაციცებით აკვირდებოდა თუ რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები. კომუნისტებს როგორც მინიმუმ იმის გაგება შეეძლოთ თუ საიდან მოდიოდა შესაბამისი სიგნალები. თუ ის მთვარიდან არ წამოვიდოდა, ეს მარტივი შესამჩნევი იქნებოდა. შესაბამისად, კოსმოსურ ბოლოში მონაწილე საბჭოთა კავშირის მაშინ ვერაფერს გამოაპარებდნენ. მთვარის მისიების უკან უამრავი დოკუმენტია. ისი გაცნობას თითქმის ყველას შეუძლია. თუ ადამიანს მთვარზე ფეხი არ დაუდგამს, მთელი ეს დოკუმენტებიც გაყალბებული უნდა იყოს. და ის რამდენია ეს ფაქტობრივად ვერ დაითვლით. ერთ სიტყვით, თავად მთვარის მისია ბევრად უფრო იაფი დაждდებოდა და ბევრად უფრო ნაკლებ რესურსს მოითხოვდა, ვიდრე მისი გაყალბება.